ძალიან მარტო უგრძნობ თავს, თითქოს არავის უყვარვარ და ალბათ არც ვიმსახურებ სიყვარულს. არ ვიცი რას ვაკეთებ არასწორად. ყველანაირად გავუცხრე ჩემს თავს იმედები. როგორ მოვიქცე? ეს არის ანონიმური წერილების მერვე ეპიზოდი და ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი უპასუხებს ჩვენი გამომწერების ანონიმურ წერილებს. სხვათა შორის ისეთი დიდი პრობლემაა, რომ ინგლისში მარტოობის სამინისტრო შექმნეს და მარტოობის მინისტრიც არსებობს. ძალიან ბევრი ადამიანი მის გარშემო გრძნობს თავს მარტო. იმდენად, რომ სამინისტროს შექმნაც კი გადაწყვიტეს ერთ-ერთ ქვეყანაში. საქართველოშიცაც ძალიან ბევრი ადამიანი გრძნობს თავს მარტო. და ეს არის ჩვენი შანსი, რომ მარტო არ ვიყოთ. ძალიან რთული განცდაა, როცა მარტოდ გრძნობ თავს. ამ დროს ძალიან ადამიანურია. ეს არის ადამიანური ბუნება, მარტოობის განცდა და მარტოობის შიში და მე ეს სტიმულს გვაძლევს ხოლმე, რომ დავამყაროთ ურთიერთობები და ვიყოთ სოციუმში. ჩვენნაირად ბევრს უნდა, რომ ურთიერთობაში იყოს სხვასთან სიახლოვე ნახოს და აი ინგლისური ძალიან კაი სიტყვა soulmate, სულიერ მეგობარი ნახოს. დააკვირდეს გარშემო, დარწმუნებული ვარ, რომ იცნობს მარტოობის განცდა სხვა ადამიანებში და მივიდეს დაელაპარაკოს, უთხრას როგორ ხარ, რა ხდება შენსკენ. პირველი ნაბიჯი ჩვენ უნდა გადავდგათ ხოლმე. გადადგას პირველი ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცა, ვისაც ასეთივე განცდა აქვს, რომ მარტო არის, უპასუხებს.